სულიერზეც რომ ისაუბროს ვნებების გავლენით, უსამართლო გამარჯვებისთვის ისაუბრებს. რა უცნაურია. სულიერზე საუბრობს, მაგრამ რადგან ვნებებით არის შეპყრობილი, ხო, უსამართლო გამარჯვება აინტერესებს. რა არის უსამართლო გამარჯვება? აი სულიერზე ვსაუბრობ. ვიღაცა თქვა ურწმუნოს ვეკამათები, კამათის ვესაუბრები და მინდა რაღაცა დაუმტკიცო. ის არასწორია, მე მართალი ვარ. ისაკასური ამბობს, ეს მაინც არ იქნება კარგი, იმიტომ რომ ვნებებით შეპყრობილი რადგან ხარ. შენ გაინტერესებს არა ჭეშმარიტების გამარჯვება სინამდვილეში, არამედ უსამართლო გამარჯვება. რა არის უსამართლო გამარჯვება? დომინირება მოიპოვო იმაზე, ვისაც ესაუბრები. აი შენ არიცი, მე ვიცი. აი მე მაგარი ვარ, შენ ვინ ნახარ და ასე შემდეგ. ამიტომაც გესმით, არის სადაც კამათი ჩდება, იქ უკვე აზრი არ აქვს საუბარს, იქ უკვე სულიერება აღარ არის, თუნდაც მართალი იყო. ამიტომ პავლე მოციქული ხაზგასმით ამბობს, კამათი ჩვენი საქმე არ არის.